საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელი გადაცემა ერთი განმარტებით უნდა დავიწყო. YouTube-ზე ვნახე ასეთი კომენტარი. რა ხდება ბატონო ვალერი? ეს გადაცემა სხვა გადაცემებს საერთოდ არ გავდა. მთელი კვირის განმავლობაში სულ მოუთმელად ველოდებით ხოლმე მთელი ბრიგადა. და ეს კიდევ რაღაც გადაცემის ამონარიც უფრო გავდა, ვიდრე სრულყოფილ გადაცემას და გვაინტერესებს ასე გაგრძელდება ხოლმე. ძალიან გთხოვთ, ჩემს კითხვას უპასუხოთ, ნუ დატოვებთ. ზურაბ დანელია გახლავთ, თქვენ ახლა ალბათ ნახავთ ეკრანზე ამ კომენტარის ავტორი. ბატონო ზურაბ, უნდა გიპასუხოთ, რომ ასე არ გაგრძელდება. გაგრძელდება ჩვეულებრივი გადაცემები, როგორიც გინახავთ, იმ ფორმატით, იმ მასშტაბით და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმ გადაცემას, რომელზეც არის საუბარი, ეს არის წინა გადაცემა, ანუ 1 მაისის გადაცემა. რა მოხდა ამ დღეს? ტექნიკური მიზეზების გამო ჩვენ არ შეგვეძლო პირდაპირ ეთერში გასვლა, რის გამოც გამოვიყენეთ ძველი გადაცემიდან ერთ-ერთი ამონარიდი. ამას ჰქონდა თავისი დასაბუთება. ეს ამონარიდი ეხებოდა ერთ გახმაურებულ სასამართლო საქმეს, ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, განაჩენი უნდა დამდგარიყო რამდენიმე დღეში და მე გამოვაყენე ის ამონარიდი, სადაც ვსაუბრობ ცნობილი სენტენციის შესახებ, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. ანუ ჯობს დაისაჯოს დამნაშავე, ან უფრო სწორად დამნაშავე დარჩეს დაუშველი, ვიდრე დაისაჯოს უდანაშაულო ადამიანი. ეს ჩემი გამოგონება არ გახლავთ, ძველი რომიდან მოდის ეს სენტენცია და მეც ეს გავიმეორე. მე არ ვიცი, ესეც არ არის ჩემი მიგნება, მე ამ საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ საზოგადოებაში აზრი იყო ასეთი, რომ განაჩენი შესაძლებელია ტენდენციური დამდგარიყო. განაჩენი დადგა. სამ პიროვნებას, მათ შორის ძმებს მიქაძეებს, მიესაჯათ უმაღლესი სასჯელი, ანუ უადო პატიმრობა. რა თქმა უნდა, ეს განაჩენი, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო, იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას საზოგადოებრივ ცნობიერებაში, საზოგადოებრივ აზრში და ამითი იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ახლა რა კი ამ საკითხს შევეხე, ამ საქმესთან დაკავშირებით მინდა მოგასმენინოთ ადვოკატების კომენტარი და შემდეგ განმარტოთ გადაცემას. განაჩენი არის უკანონო, იმიტომ რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიქაძეების ბრალს. დღევანდელი თუნდაც ის, რომ ადგილზე თათბირით ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მე, რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა, იქვე იქნა გამოცხადებული, ეს კიდე ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავთ, იმიტომ რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. დღევანდელ პროცესზე უბრალოდ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამარცხდა მართლმსაჯულება, იმიტომ რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევებით. საქმეში მტკიცებულებას წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი. სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში პატაკი ვერასდროს ვერ უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ბატონო მოსამართლემ ბრძანა, რომ ამ საქმეში თითქოს და ფაზლი შეკრა პროკურატურამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ოღონდ ყველა ამ ფაზლის დეტალს რომიკო გოგიაშვილის პატაკი ეწერა ზემოდან. და თუ ერთი პატაკი კრავს ფაზლს, მაშინ კი ბატონო, ეს არის პრეცედენტი, როდესაც შეკვეთით ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას საფუძვლად პროკურატურამ დაუდო პატაკი, რაც დადასტურებულად და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია სასამართლომ. ეს არ ღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს. ბუნებრივია, რომ ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და აუცილებლად საქმე სწავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ნახოთ რა ბედი ეწევა ამ საქმეს, მე ამ თემაზე საუბარს აღარ განვაგრძობ, ეს უბრალოდ მოვიტანე იმ კომენტარის გამო, რომელიც წავიკითხე YouTube-ზე და რომელიც არ შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინა, იმიტომ რომ სწორედ პასუხს მთხოვდა ავტორი, თუ რატომ იყო გადაცემა ცოტა უჩვეულო ფორმატით. მათ ასე
დღეს ისევ გვაქვს გადაცემა სპეციალური გამოშვება ჩვეულებრივი ფორმატით და დავიწყებ იმ პროცესით, რომელიც გაიმართა ერევანში, უბრალოდ იმ მოვლენით, იმ პოლიტიკური შეხვედრით, ეს იყო ევროპული ღონისძიება, რომელიც გაიმართა ერევანში და რომელსაც მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაგრძელებები მოყვება, იმიტომ რომ ეს არის რაღაცის დასაწყისი. შესაძლებელია ისეთი რამის დასაწყისი, რომლის შესახებ წარმოდგენა ჯერ კიდევ არ აქვს. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ თვითონ ამ მოვლენის შინაარსს კარგად გადმოსცემს კადრები, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. მაკრონი და პაშინიანი. მივხვდით ალბათ, რომ თლად ჩვეულებრივი შეხვედრა თუ დამშვიდობება არ არის. რაღაცა ზომას გადასულია, წრეს გადასულია, რაღაცა ის ზედმეტია ამ კადრებში. და ეს გამოხატავს ალბათ იმას, რომ ევროპა, როგორც ჩანს, მოისწრაფვის ამიერკავკასიისკენ. ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპა დასავლეთი ცდილობს ფეხი მოიგიდოს სომხეთში. სომხეთში ფეხის მოკიდება, რა თქმა უნდა, ნიშნავს რაღაც გაგრძელებებს. თქვენ იცით, რომ მათ აზერბაიჯანშიც აქვთ ფეხი მოკიდებული, როგორც ამერიკელებს, ასე ევროპელებს. ახლა სომხეთი, საქართველოს მდგომარეობა იცით, თითქოს დღე და ღამე სულ კინკლაობენ, სულ ჩხუბობენ ევროპელები და ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ დასავლეთს რომ აქვს ფეხი მოკიდებული აქვს ძალიან მყარად, ესეც მოგეხსენებათ. ამიტომ ამიერკავკასიაში იხატება ასეთი სურათი, რომ დასავლეთი ასე ვთქვათ, მთელი ძალით უნდა შემოვიდეს. ეს კი რასთან არის დაკავშირებული? ეს მხოლოდ ამიერკავკასიას არ ეხება და მხოლოდ ამ სამ სახელმწიფოს არ ეხება. სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. ეს ეხება ისეთ უზარმაზარზე სახელმწიფოს, როგორც არის რუსეთი. რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ყველაფერ ამას? ასე ადვილად დათმობს რუსეთი პოზიციებს, თქვა თუნდაც სომხეთში, სადაც მას სამხედრო ბაზები უღენია. ეს ის შეკითხვებია, რომელიც აუცილებლად ჩნდება იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვიწყებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის მსოფლიო და რა პროცესებია მოსალოდნელი. ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა იყო აი ამ შეხვედრის ერევანში გამართული შეხვედრის საბოლოო მიზანი. არა გაცხადებული, არამედ ცოტა შეფარული მიზანი. ალბათ ის რის შესახებაც უკვე გითხარით, აი კიდევ ერთი სიმბოლური კადრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ცდილობს დასავლეთი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპა, სომხეთში ფეხი მოიგდოს. ცოტა უცნაურია, მე მგონი, როდესაც ერთი ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტი, როგორც გახლავთ საფრანგეთი და მეორე
მასპინძელი ამ შემთხვევაში ქვეყნის სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი და მაკრონი რაღაცა საესტრადო ნომერს ასრულებენ თუ არ ვხსნები შარლ აზნაურის სიმღერა შეასრულა ბატონმა მაკრონმა. ასე ცეკვით და სიმღერით შემოდის ევროპა ამიერკავკასიაში და არა მარტო. რა თქმა უნდა ეს ფასადია, სიმღერა, მეგობრობა, მშვიდობაზე საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ ამის უკან რაღაცა გაცილებით უფრო სერიოზული და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იმალება, ვიდრე დასარტყამ ინსტრუმენტებთან მჯდარი პაშინიანი და ამღერებული მაკრონი. მაინც რა შეიძლება იყოს. აქ ერევანში ამ რამდენიმე დღის წინ ამ შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი. ბატონი კობახიძე და ქალბატონი ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდნენ ზელენსკის და რა იყო ეს შეხვედრა? ჩვენ ვიცით როგორი დაძაბულია ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის. როგორი იყო მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ომში ჩაეთრიათ და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით ის გამონათქვამები საკმაოდ როყიო გამონათქვამები, რომელიც გაისწოდა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მისამართით ამ ბოლო დროს. თუმცა ისიც ვიცით, რომ როდესაც უკრაინაში პროცესები იწყებოდა, მხედველობაში მაქვს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაშინ ხელისუფლების ინიციატივით საქართველოს მოიფინა უკრაინული დროშებით, ანუ ყველა დონეზე გამოცხადებული იყო სრული მხარდაჭერა. მერე შეიცვალა რაღაცები და ახლა ისევ შეიცვალა რაღაცები, როგორც ჩანს, უფრო სწორად იცვლება რაღაცები და ამის გამოხატულება იყო ეს შეხვედრა, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობ. ნახოთ, რა კომენტარი გააკეთა ბატონმა კობახიძემ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. მე შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამომდინარე იქიდან რომ ეს იყო დახურული, ასე ვთქვათ, შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა. თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენ შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ უყესიერად დაუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენ შორის და იყო ძალიან მეგობრული. მე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და მას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად. ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გაუზიარა. მოგეთ რაც შეეხება დეტალებს, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებ. დეტალებზე არ ვისაუბრებ და ვერ ვისაუბრებო, განაცხადა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ დახურული ფორმატი იყო და ეს არ გაძლევთ უფლებას, თუ იმიტომაც, რომ რაღაც ისეთზე იყო ლაპარაკი, რომლის თქმა გიძნელდებათ და გიჭირთ. დავტოვოთ ეს შეკითხვა, ასე ვთქვათ, ღიად, მაგრამ რას ნიშნავს აი ეს შემოbrunება ზელენსკისკენ? მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ სულ ყველაფერი სხვანაირად ჩანდა და სხვანაირად იყო. რას ნიშნავს? ეს ხომ არ არის რაღაცნაირი გაგრძელება იმ ხმებისა, იმ განწყობისა, რაც უკვე დაირხა, ასე ვთქვათ, რომ რუსეთს ძალიან ცუდად აქვს საქმე, რუსეთის მდგომარეობა გაცილებით უფრო ცუდია, უფრო რთულია, ვიდრე ეს ჩანდა აქამდე და ახლა უკვე რაღაცა გამოჩნდა. აგერ 9 მაისია ხვალ და 9 მაისში ჩატარდება თუ არა აღლუმი მოსკოვში წითელ მოედანზე, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კაცმა არ იცის თუ ჩატარდება, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. იქნება თუ არა შეტევა დრონებით და ასე შემდეგ, რომელსაც უკვე ინტენსიური ხასიათი მიეცა რუსეთში. საქმე გართულებულია. ამის გაგრძელება ხომ არ არის და აქ დავსვამ ერთ შეკითხვას. ხომ არ იჩქარეთ საქართველოს ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს მიმართავ? ცოტა ხომ არ იჩქარეთ? ხომ არ აყევით იმ განწყობას, რომელსაც, აი ვთქვათ,
ამ ყაიდის ჟურნალისტები ავრცელებენ, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. ეს რეალობა ის არის, რომ მოსკოვის თავისას ფოთაშერის უკრაინული დრონები დაფრინავენ, რუსეთი უკიდურესად დასუსტებულია და მიმდინარე ომში ვერანაირ სერიოზულ წარმატებას ვერ აღწევს. კრემლს არა მხოლოდ ახალი ომების რესურსი არ გააჩნია, არამედ საკუთარი ცის დაცვაც კი უჭირს. ახლა ეს ისეთი ზედაპირული დაკვირვება და ზედაპირული განცხადება, რომლის უკან რამეს სერიოზული არ შეიძლება იდიგას, იმიტომ რომ ეს არ არის ის ჟურნალისტი, ვისი პირითაც ჩვენ რამე ჭეშმარიტებასთან და სიმართლესთან მიახლოებული შეიძლება გავიგოთ. აი ეს უფრო ჭორიკანობაა და აი ამგვარ ჭორიკანობას ხომ არ აყევით მეთქი ხელისუფლებას ვიუბართავ. ხომ კიდევ ვიმეორებ, ხომ არ იჩქარეთ ცოტა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ აჰა რუსეთი უკვე დანგრევის პირას არის მისული და ყველაფერი შეიცვალა უკრაინაში. უკრაინა არა, რა თქმა უნდა, მთელი დასავლეთი მალე გამარჯვებას იზეიმებს რუსეთზე. აი ამ განწყობას ხომ არ აყევით მეთქი. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ამას მარტო ამ დონის ჟურნალისტები არ ავრცელებენ, კიდევ სხვები ლაპარაკობენ და ერთ-ერთი მაგალითი არ ვიცი სახელი და გვარი ამ კაცის, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, ქართველი კაცია, ნახეთ როგორ ლაპარაკობს. თქვა მე რო ყოფილიყავი ზელენსკის ადგილას რა გზავნილს გაუგზავნიდი ივანიშვილს ხო მარტივად ვეთხოვდი რომ ანუ აზრზე მოდით ვითარება იცვლება ჩემი დრონები უკვე მოსკოვის თავზე დაფრინავენ ხო სხვაგანაც იფრენენ თუ მოვინდომე მაინდამაინც და ხელი აღარ წაგწდეთ და ეხლა რუსეთს რაღაცით აღარ დაეხმარო ის ჟურნალისტი წეგან რომ ნახეთ და ეს ვიღაცა რომ ამ დასკვნას აკეთებს ეს არ მიკვირს ეს ჩვეულებრივი ამბავია ჭორისთვის დამახასიათებელი ამბავია ესენი მხოლოდ ჭორიკნები არიან რა თქმა უნდა სხვა არაფერი მაგრამ საქართველოს მთავრობას და მის პრემიერ-მინისტრს უფრო ღრმად გარკვევა მოეთხოვება ვიდრე ამ ადამიანებს შეუძლიათ რომ გაერკვნენ იმ საკითხებში, რასაც საერთაშორისო ურთიერთობა ქვია, რასაც რუსეთში შექმნილი ვითარება ქმნია და ასე შემდეგ. მე ცოტა ეჭვი მეპარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ცოტა ნაადრევი დასკვნა ხომ არ არის გაკეთებული მეთქი. სხვა ახსნა აი ამ შეხვედრისა და იმ ტონალობისთვის, რაც ამ შეხვედრას ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრას ახლდა, აი ამისთვის სხვა ახსნის მოზებნა უბრალოდ მიჭირს. მით უმეტეს მიჭირს, როდესაც ზელენსკისთან დაკავშირებით უკვე ქონდა საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას ჩამოყალიბებული ერთმნიშვნელოვანი აზრი. აი, მაგალითად. ზელენსკი მიხედავს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. მისი უშუალო მონაწილეობით, მისი უშუალო ჩართულობით, ამაზე რა თქმა უნდა, გავა დრო და მოუწევს აუცილებლად პასუხის გაცემა. აი, ასეთი განწყობა იყო სულ ახლო წარსულში. და როგორც თქვი, ჩამოყალიბებული განწყობა. ამ განწყობას ჰქონდა საფუძველი. გარდა რეალობისა, უკრაინის ხელისუფლების და კონკრეტულად აი ამ ზელენსკის დამოკიდებულება ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან როგორც სახელმწიფოსთან. სრულიად მიუღებელი, სრულიად არასახარბიელო და დასაგმობი ჩვენგან. ამის საფუძველზე აღმოცენდა ის განწყობილება, რომელიც ახლა მოისმინეთ. ეს არ იყო რაღაცა ერთი კონკრეტული ამოვარდნა, ასე ვთქვათ, ზოგადი განწყობიდან. ეს იყო სრულიად ჩამოყალიბებული განწყობა სამთავრობო, სახელისუფლებო, მმართველი პარტიისა და ასე შემდეგ. აი მაგალითად, რას ამბობდა პარლამენტის თავმჯდომარე. არც ზელენსკი და მისი მოადგილეები და რა ვიცი ვინც არიან, არც ზელენსკი, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას. ეს არიან უმადური ხალხი. თავად ზელენსკის განაჩენს, საბოლოო განაჩენს თავად უკრაინის ხალხს. გუშინ ამბობდით ამას, ხო? გუშინ წინ იმის წინ, აი ბოლო პერიოდში ლაპარაკობდით ასე ალაპარაკდით. აქამდე მიიყვანა საქმე იგივე უკრაინამ, იგივე დასავლეთმა, იგივე ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
თქვენთან ურთიერთობაში და ახლა რა შეიცვალა მეთქი ამას ვკითხულობ, მაგრამ ვიდრე საბოლოოდ ჩამოვაყალიბებდა ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით, ისევ კალაძეს მიუბრუნდეთ. მე შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკი მაქვს ხელობაში. ამტერს არ უსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც ის იმყოფება. ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს და მე დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება ყველაფერს, გაანალიზებს ყველაფერს, რა პროცესები წარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურება, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში. კალაძის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ვეთანხმები და ვეთანხმები არა მარტო მე, არამედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სხვანაირი შეფასება, სხვანაირი დამოკიდებულება, სხვანაირი წარმოდგენები უკრაინასთან, ზელენსკისთან, იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში და რა სახეც მან მიიღო უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რაც იქ მე-5 წელიწადია უკვე რაც ეს ოპერაცია მიმდინარეობს. ომია ფაქტიურად. კი ქვია ოპერაცია, მაგრამ ომია. თითქმის სრულმასშტაბიანი. ამას სხვა შეფასებას ვერავინ ვერ მისცემს. და ახლა რაღაცა შეიცვალა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო. აი ეს ყველაფერი რაც ახლა თქვენ მოისმინეთ ბატონ კალაძის პირიდან, რაც თქვენ მოისმინეთ ბატონ პაპუაშვილის პირიდან. ეს ყველაფერი თქვათ სახელისუფლებო მაღალი რანგის და მაღალი ეშელონის წარმომადგენლების განწყობაა თუ უფრო ფართო განწყობაა კიდევ. აი მაგალითად მათი მხარდამჭერი ჟურნალისტები როგორ ლაპარაკობდნენ. რატო არის უკრაინის დამარცხება, ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ამ მიმართულებით, გასაგებია რა სურათი იხატებოდა, როგორ არის და ახლა გასაგებია რა სურათი იხატება, მაგრამ ხომ შეიძლება იგივე კობახიძეს, ჩვენს პრემიერ-მინისტრს დაუსვათ ეს შეკითხვა, კი მაგრამ რა მოხდა? თუ გუშინ სხვანაირად ლაპარაკობდით, ახლა რატომ ალაპარაკდით სხვანაირად? ნახეთ, რას პასუხობს ბატონი პრემიერ-მინისტრი. ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებდა. არასდროს არ ყოფილა? კი მაგრამ კალაძემ რომ ასე მოიხსენია, პაპუაშვილმა რომ ასე მოიხსენია, თქვენი მხარდამჭერი ჟურნალისტები რომ ასე ლაპარაკობდნენ, აი რაც წარმოგიდგინეთ, ახლა იმაზე ვამბობ, ხომ? ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც ასე ამბობდით? არ ნიშნავს ამას? ამას ნიშნავს, რა თქმა უნდა. თუ ამას არ ნიშნავს, ეს ისეთი საკვანძო საკითხია, ისეთი მნიშვნელობის მქონე საკითხია, რომ მაშინ ქართულ ოცნებაში დიდი განხეთქილება უნდა იყოს და ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი გაგვიგია არის თუ არა ასეთი განხეთქილება. ამიტომ თქვენ პირადად ბატონო ირაკლი, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გაქვთ თუ არა რამე ზელენსკის საწინააღმდეგო ნათქვამი, ამას მაინც და მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი გუნდი აი ასე ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ხომ ისიც არაფერი არ იმალება დღეს, ისეთი პერიოდია, ინტერნეტის ეპოქაა და აი მაგალითად ერთი უცებ რაც შეხვდა თქვენი ნათქვამიდან, ნახოთ აბა რას ამბობდით. ვინ აკეთებდა განცხადებას პირდაპირ მეორე ფრონტზე, ესეც გახსოვთ პირდაპირ უკრაინის ხელისუფლება. არ არის სწორი, რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს ზელენსკის თავარი მრჩეველი. ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოსთან იმის გამო, რომ სანქციები არ დავაწესეთ და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. სხვა რამასაც მოვიძიებდით, მაგრამ თქვენი განწყობა ზელენსკის მიმართ ამ ნათქვამში არ ჩანს. თქვენი უარყოფითი განწყობა და დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ ხომ ჩანს? ჩანს. არის სხვა რამე მოსაძიებელი, არა, სხვა რამე არ არის მოსაძიებელი. ამიტომ შეკითხვა ხდება რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აქ ერთ რამეს მინდა კიდევ ყურადღება მივაქციო. აი თქვენი ერთი ნათქვამი მინდა შეგახსენოთ. ეს მარტივად რომ შევაფასოთ, ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეзинფორმაცია და ქალბატონი რასა ვერ გათავისუფლდა მისი, კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან. და ისევე როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან, ეს არის წარსულისგან, ეს არის საბჭოური ტიპის დეзинფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში
ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც არის ძალიან სამწუხარო. ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, ევროკავშირი ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მენტალობისგან, საბჭოთა მემკვიდრეობისგან. ეს სერიოზულად ამბობთ ამას, ბატონო ირაკლი? არ ამგონია ეს სერიოზული ნათქვამი იყოს. აი თქვენ რომ გეთქვათ, რუსეთი ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობისგან, საბჭოთა მენტალობისგან. ასეთ შემთხვევაშიც მე პირადად შეგედავებოდით, იმიტომ რომ რუსეთში სულაც არ არის საბჭოთა მენტალობა და საბჭოთა განწყობა დღეს. მათ და სამწუხაროდ. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც მართალი იქნებოდით რაღაცაში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი, რუსეთი ეს იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ შესაძლებელია საბჭოთა განწყობები ბევრ რამეში მართლაც იკითხებოდეს რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ თქვენ ამბობთ, ევროკავშირი და ევროპარლამენტი ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობისა და მენტალიტეტისგანო და ეს რანაირად როდის ყოფილა ეს განწყობები ევროპაში? საბჭოური განწყობები როდის ყოფილა ევროპაში? მაშინ როდესაც ომი ჰქონდათ გაჩაღებული, სამკვდრო სასიცოცხლო ომი, მეორე მსოფლიო ომი და დიდი სამამულო ომი მაქვს ხელველობაში. ან იქნებ მაშინ, როდესაც ცივი ომი ჰქონდათ გაჩაღებული. ან იქნებ მაშინ, როდესაც დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. მათი მეცადინეობით, მათი მონდომებით, მათი აგენტურის მოყვანით საბჭოთა ხელისუფლებაში დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. მაშინ აბა როდის? რა შუაშია საბჭოთა მენტალიტეტი ევროპასთან დაკავშირებით და ევროკავშირთან დაკავშირებით? ეს რა არის? ხშირად იმეორებ თქვენ ამას. ძალიან ხშირად აკეთებთ ამას, რომ აი რაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, რომელ კონტინენტზეც არ უნდა იყოს და რა მოვლენასაც არ უნდა გქონდეს საქმე, ყველაფერი გინდათ ახსნათ ბოლშევიკებით, კომუნისტებით, საბჭოთა მენტალიტეტით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აბსურდია ეს. რატო აკეთებთ ამას? ეს დაუკირვებლობის შედეგია, ვინმე გავალებთ ამას. თუ არ მინდა გაკადროთ უვიცობა მეთქი, იმიტომ რომ თქვენ უვიცი ნამდვილად არ ხართ, განათლებული კაცი ხართ და აი აქ რატომ გაებით და გაიჭედეთ ასე? მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ ამას. დიახ, ახლა ვნახოთ აი ვთქვათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თემა, ან რა შეიძლება იმალებოდეს ამ შეხვედრის უკან, რომელიც ასე გახმაურებულად მოაწყვეთ ამ ზელენსკისთან და აი თვითონ ზელენსკის პოზიციას გადავხედოთ, რას ამბობს იგი და როგორ ამბობს, აი რა თქვა მან სომხეთში ჩასულმა. А сейчас я хотел бы пригласить Владимира Зеленского. Пожалуйста, Владимир, слово вам. Спасибо, уважаемые лидеры. Важно то, что вот этот широкий формат сработал, и я благодарю Армению, благодарю премьер-министра Пашиняна за гостеприимство, за хорошую организацию, и, конечно же, я должен начать с этого, это очень важно. მართალია, აბსოლუტურად მადლიერებით ახსავსა და კეთილგანწყობილი სომხეთის მიმართ. ეს ბევრ რამეს ნიშნავს, ბევრ რამეზე მეტყველებს. აი ასეთი ხაზგასმული დადებითი განწყობა სომხეთსა და დღევანდელ უკრაინას შორის. ეს სომხეთის პოზიციაზე ხომ მეტყველებს, სომხეთის დამოკიდებულებაზე ხომ მეტყველებს იმ დიდ მეზობელთან, ვისაც რუსეთი ქვია. მეტყველებს, რა თქმა უნდა. აი იმიტომ ამ კონტექსტშია ეს ყველაფერი მოსაძებნი და ახლა კიდევ განვაგრძობ ფრაგმენტების წარმოდგენას ზელენსკის განცხადებებიდან იმ დღეს ერევანში. Объявили, что будет без прохода техники парад 9 мая в Москве. Если это произойдет, это будет первый раз за много-много лет, что они не смогут себе позволить выкатить технику и то, что наши дроны могут жужжать над Красной площадью. Это показывает нашу силу. Мы должны продолжать давить санкциями на них. И я благодарю вас за 20-й пакет. Благодарю всех лидеров ЕС, Антонио, Урсула. Благодарю вас всех.
ევროპის ლიდერებს, ევროპას უხდის მადლობას, სომხეთს უხდის მადლობას, ეს კაცი და ამ დროს აცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ 9 მაისს დრონებით უნდა გავავსოთ წითელი მოედანიო და რაღაც უბედურება უნდა ჩავიდინოთო, ხო? აქ ხომ ჩანს ეს ურთიერთობები და დამოკიდებულებები და როდესაც აქ ამ განწყობით ჩამოსულ კაცს ერევანში თქვენ ხვდებით და ელაპარაკებით, ესე იგი რაღაცა ამისი გაგრძელება, ამასთან არის ეს თქვენი შეხვედრა დაკავშირებული. ასე უნდა ვიფიქროთ. სხვანაირად ვერავინ ვერ იფიქრებს. მე რომ ვიფიქრო სხვანაირად, ხალხი ვერ იფიქრებს სხვანაირად. ხალხმა რომ იფიქროს სხვანაირად. რუსეთი ვერ იფიქრებს სხვანაირად. ამიტომ თქვენ უნდა გეფიქრათ იმაზე, ვთქვათ, რუსეთთან დაკავშირებით რა გაგრძელებები შეიძლება ყველაფერ ამას მოყვეს, მაგრამ მანამდე მოდით კიდევ ვათქმევინოთ ზელენსკის, აბა რა არის მაინც თავარი და ფუნდამენტი, რის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს ეს ყველაფერი. Мы должны также поддерживать контакты с Соединенными Штатами, мы понимаем и должны понимать их виды, их позицию, но нужно объединить и встать и доставить свой общеевропейский голос против русских. Против русских. Omgavigет. Ai რა არის შემკრავი განწყობა. შემკრავი მთავარი მამოძრავებელი ძრავი და ძალა ყველაფერი იმისა, რაც ერევანში ხდებოდა, სადაც თქვენ ასე ვთქვათ, პომპით და ზარზეიმით შევხვდით ზელენსკის და თუ გადავხედავთ ახლო წარსულს, რასთან მქონდა საქმე. ალბათ ის გვიკარნახებს, ის ახლო წარსული, თქვენი განცხადებები გვიკარნახებს თუ რას შეიძლება ველოდოთ მომავალში. ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც სხვადასხვა დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ, ერთ-ერთი იყო მათ შორის და მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავუყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე და ესეთი რაღაცა მითხრა, რომ არ იფიქროთ, რომ ეს არის მხოლოდ მისი გზავნილებიო, ეს არის ჩვენი საერთო გზავნილებიო, ის იყო, ასე ვთქვათ, Deep State-ის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოგვიცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ და ამაზე უპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით და ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები ინგლისურად ასე იყო ნათქვამი you are hitting a brick wall რაც რო თარგმნოთ ნიშნავს იმას რომ აგურის კედელს ეჯახებით, ოყრუ კედელს ეჯახებით, ასეთი იყო ასე ვთქვათ მისი გზავნილი ორჯერ გაიმეორა რაც ნიშნავდა იმას რომ ეს იყო მთავარი გზავნილი რომელიც მან მოიტანა. მოგეთ ეს იყო ასე ვთქვათ მათი დამოკიდებულება მაშინ დაგვემოქრა რეალურად ეს ადამიანი Deep State-ის სახელით რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და დაგვიბრუნებდნენ ხელისუფლებაში კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენ განითხოვდნენ, ანუ ჩართავდნენ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ქვეყანას ომში და პირდაპირ გითხრა, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით. შეხედეთ რა თქვა ახლა ძალიან რთული და ძალიან ცუდი რამე თქვა. ესე იგი თუ თქვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს არ გახსნით, ანუ ომში არ შეხვალთ რუსეთთან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვიყვანთ იმ ხელისუფლებას, ანუ სააკაშვილის ხროვას, დასავლეთის აგენტურას, რომლებიც თვითონ გააკეთებენ ამ საქმეს. და თქვენ რა უთხარით ახლა რა გზავნილი გააკეთეთ, რომ ოღონდ იმათ ნუ მოიყვანთ ხელისუფლებაში და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რის გაკეთებასაც თქვენ ითხოვთ, ანუ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ასეთ შემთხვევაში რის გაკეთებასაც თქვენ ნაციონალური მოძრაობისგან მოელითო. ეს მესიჯი გააგზავნეთ თუ რა მოხდა. თუ ეს მესიჯი არ გააგზავნეთ, იქნებ მე ზედმეტად ეჭვიანი კაცი ვარ და ამიტომ გამიჩნდა ასეთი რამ და სინამდვილეში ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს აკვირდებით ალბათ, ხო? იქ ყველაფერი
ბევრი დომხალია ეგ და ბევრი გაუგებრობა და უთაუბრობა რა თქმა უნდა, ქაოსია, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ის უტყუარად გადმოსცემს. რა განწყობებია, როგორ რა იკითხება, რის შესახებ რა დასკვნა გააკეთა საზოგადოებამ, ეს შეიძლება იქ წაიკითხოს დაკვირვებულმა ადამიანმა და აი ნახეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული როგორი პატარა ვიდეო მოძრაობს ინტერნეტ სივრცეში. Სამოდი, ომში უნდა ჩაგიწვიო. არა, არ მინდა დედის ერთავარ დაბერხელით ერთვი მაქვს. ომში ხომ არ გითრევენ, ბატონო ირაკლი. ეს მიზანი ხომ არა აქვთ მათ. თქვენ ეს მიზანი არ შეიძლება რომ გქონდეთ, იმიტომ რომ თქვენი ხელისუფლების საყრდენიც ეს არის და ისიც რაზეც ხართ ჩამოკიდებული ეს არის რომ აქამდე მშვიდობა შეინარჩუნეთ და 10,000 მადლობა თქვენ ამისთვის, ქართულ ოცნებას, მთავრობას. ძალიან დიდი მადლობა. აქამდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ თუ ეს შენარჩუნებული მშვიდობა თქვენი ხელით გააფუჭეთ, თქვენი ხელით, ასე ვთქვათ, წყალში გადაყარეთ ყველაფერი. მაშინ იმ მადლობას რა აზრი აქვს და არც არავინ არ გეტყვით მადლობას იმისთვის, რომ აქედან აქამდე შეინარჩუნეთ მშვიდობა, მაგრამ მერე უკვე ვეღარ ახარხებთ ამას. ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი და არ ამგონია ისე იყოს რუსეთის საქმე. აი ეს ჟურნალისტი და ის ვიღაცა რომ ამბობდა, რომ უკვე ინგრევა რუსეთი და იქიდან ასე ვთქვათ, ყველანაირი საფრთხეს თავი დავანებოთ. საერთოდ რეაქცია არ იყოს იქიდან არაფერზე. არ ამგონია რომ ასე იყოს და არც თქვენ გირჩევთ რომ ეს დაიჯეროთ. ისე როგორ ემთხვევა ერთმანეთს რაღაცეები. აი რამდენიმე დღის წინ თქვენ ერევანში ზელენსკისთან შეხვედრა გამართეთ და რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის არც თუ მაღალი ფიგურა, კაცმა რომ თქვას, მაგრამ მაინც ამერიკის წარმომადგენელი. ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერს შეხვდა. ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. მათივე ცნობით შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე გაკეთდა. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განმავითაროთ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობა, თანამშრომლობა, განვიხილოთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჩამობრძანებულა და პრემიერ-მინისტრის დონეზე მოხდა მისი მიღება. გასაგებია ის დიდი სახელმწიფოა, ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ამიტომ ეს იერარქიული აცდენა, ვთქვათ, იმისი ვიღაცის რაღაცის თანაშემწის მოადგილე აქაურ პრემიერ-მინისტრს უდრის, ხომ? ასე უყურებენ ისინი ამ საქმეს, თუმცა პროტოკოლი ამას ასე არ უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ კარგით დავანებოთ ამას თავი, მაგრამ აი ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ ემთხვევა. იქ რაღაცა დაკავშირებადობას რომ ამბობთ, ახალი ქართული სიტყვა რომ გამოიგონეთ. დამიჯერეთ ბატონო ირაკლი და ქალბატონო მაკა, ასეთი სიტყვა ქართულ ენაში არ არსებობს. დაკავშირებადობა ქართული სიტყვა არ არის, ამიტომ გაასწორეთ ცოტა გრამატიკა, მაგრამ ეს იქით იყოს, ამ წუთს მე პოლიტიკაზე გელაპარაკებით და ხომ არ ებმება ეს ამბები ერთმანეთს ხომ არ განაპირობებს. იქით ზელენსკი, აქეთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე და ეს დაკავშირებადობა რას ნიშნავს? ხომ არ გითრევენ ომში. ხომ არ გითრევენ ომში. თქვენ თუ არ დაგებადათ ეს შეკითხვა ქართველ ხალხს გაუჩნდა. და ამ ამბებმა რაღაცნაირად თითქოს არ არის პირდაპირ კავშირში.
დაკავშირებადობა არ არის ამ ორ თემას შორის, მაგრამ გამახსენა კვების პროდუქტების გაიაფებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები და კომისიის შექმნა, რომელიც ამასთან დაკავშირებით მოხდა და აი ერთი განცხადება. რამდენშია თქვენ მითხარით და შეგესწორებით. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ყურის რბილ ხორცს გაგიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. 10 ლარში. 9 კილოგრამს გაგიდინებთ 10 ლარში. საქონლის რბილი ხორცი, ყურის რბილი ხორცი 10 ლარად გაგიდინებთ. თქვით 40. გითხარით და მივალთ. აი წაგიყვანთ მაღაზიაში. და გაგიდინებთ, კი ბატონო. ჩვენ ვიყიდეთ 10 ლარს. ახლა გაჩვენებთ, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს. რა კი ქართული ენის მასწავლებლობა ვიკისტრე თქვენს წინაშე, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ 10 ლარში არა ბატონო ირაკლი, 10 ლარად გაგიდინებთ, შეგაძერინებთ საქონლის ხორცს, ყურის ხორცს და ასე შემდეგ. 10 ლარად და რა 10 ლარში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ გრამატიკას და მოდი თვითონ ფასს მიუბრუნდეთ, რამდენად რეალურია ეს ნათქვამი. აქაც ხომ არ აცდით რაღაცას და რეალობას ხომ არ მოწყდით. აი ერთი ვიდეო მასალა, რომელიც ინტერნეტში დასეირნობს მას შემდეგ, რაც თქვენ ეს განცხადება გააკეთეთ. მე ვეძებ ხორცს ძროხის და აღურის, რომელიც უნდა ღირდეს 10 ლარი 9 კილოგრამი. ეს რამდენი გრამია? გამარჯვება საჯარო განცხადებით ირაკლი კობახიძემ თქვა ორ ნაბიჯში მე ჩვენ შევიძენთ 10 ლარად 9 კილოგრამ ხორცს. გაგთხოვთ რომ ირაკლი კობახიძეს მიმართოთ იყიდება თუ არა მსგავსი ხორცი? შესაბამისად ჩვენ კომენტარს იყიდება. მაშინ ხორცი მინდა 10 ლარად 9 კილოგრამი. არის ეგეთი? არა, გეკითხეთ 10 ლარად 9 კილოგრამ ხორცს ვიყიდით თუ არა მარტივია ძალიან. გაგთხოვთ რომ გათიშოთ ვიდეო. ვიდეოს გაწუხე ხორცი მინდა 9 კილო 10 ლარად. პრემიერი მეუბნება რომ იყიდება. პრემიერის განცხადებაზე პრემიას უნდა მიმართოთ ჩვენთან ხო? და ხო და მომიტო გეკითხებთ იყიდება თქვენთან? ორ ნაბიჯში ხო არ ნამდვილად? ხო არ ორ ნაბიჯში. კი ორ ნაბიჯში. არის თუ არა 9 კილოგრამი ხორცი 10 ლარად. ხო თან სულ გაკეთდა. ხო, აი ასე გაშარჟებამდე მივიდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან არასწორი თანხა დაასახელეთ. 10 ლარი 9 კილო ხორცისთვის და ისიც ვერ გავიგე ეს 9 კილო რა არის, ასე არის ზომება ხოლმე. მაღაზიაში რომ შედიხარ, ან შეფუთვით იყიდება საქონელი, ან ცალობით იყიდება, ან კილოგრამობით იყიდება. კილოგრამის ფასზე არის ხოლმე ლაპარაკი და მე იქიდან გამოყავთ 9 კილოს ფასი, 100 გრამის ფასი, 200 გრამის ფასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს, რომ 9 კილო ღირს ამდენია. ესეც რაღაც არასწორი მიდგომა. ალბათ იმიტომ რომ უფრო პატარა თანხა დაგესახელებინათ 10 ლარი. კილოგრამის ფასი რომ გეთქვათ, მაშინ 20 ლარი გამოგივიდოდოთ და ის 20 ლარიც ძვირია საქართველოს დღევანდელი გადასახედიდან, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან ძვირია ის 20 ლარიც, მაგრამ 20 კი არ ღირს. ორჯერ მეტი ღირს. თქვენ ამბობთ 10 ლარშიო. ლარშიო. ო, ასეთი ამბებია მოკლედ და აი ამ პროდუქტების ფასების ხელოვნურ დაწევასთან დაკავშირებით გამართულმა ღონისძიებებმა და შექმნილმა კომისიამ სანამდე მიგვიყვანა ამასაც ბატონი კობახიძე გვეტყვის. დასკვნამდე მივედით რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. ბატონო ირაკლი, ეს რა გააკეთეთ? ჩვენ ველოდებოდით, რომ ფას დააკლდებოდა, ფასი უფრო ნაკლები იქნებოდა საქართველოში, საკვებ პროდუქტზე. და თქვენ საფრანგეთში აწიეთ თუ რა გააკეთეთ? აი, შედეგი რა დადგა ვერ გავიგე. და თან ისიც ვერ გავიგე, ახლა რაც თქვით, ეს ხომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ამბობდით. აი მაგალითად ამას.
ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის ცესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 57%-ით ძვირია. მაშინ ძვირი იყო, ახლა ერთი თვის შემდეგ უფრო იაფია. რომელია მართალი ბატონო ირაკლი? იქ არაფერი განსაკუთრებული ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით არ მომხდარა. და სხვათა შორის აქაც არ მომხდარა. თუ რამე მოხდა, გაძვირებისკენ წავიდა საქმე. აქ ჩვენთან და ამიტომ ეს გუშინ ისე იყო და დღეს რომ ასე არის და სინამდვილეში ასე რომ არ არის. აი ამან გამახსენა პოლიტიკასთან დაკავშირებით ეს ფასების, ასე ვთქვათ, მთელი ისტორია. ხო და ასე ხელისცეცებით ხომ არ მოძრაობთ პოლიტიკაშიც, როგორი ხელისცეცებითაც აი ამ ფასებთან დაკავშირებულ სიტუაციაში ვიმოძრავეთ და მივიღეთ ის, რომ ჩვენთან ვერ შევცვალეთ ფასები, მაგრამ თურმე ევროპაში და საფრანგეთში შეგვიცვლია. ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ანუ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. და მდგომარეობა შესაძლებელია კიდევ უფრო დამძიმდეს. სხვადასხვა წახნაგი აქვს ამას. სხვადასხვა მიმართულებებიდან მოდის რაღაცა წინააღმდეგობები და გაუგებრობები. მაგალითად ვიცით, რომ რამდენიმე დღის შემდეგ საბოლოოდ უნდა მივიდეთ ფინალამდე, ასე ვთქვათ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა აირჩიოს პატრიარქი, მაგრამ აქაც რაღაცა მძიმდება და რა თქმა უნდა პოლიტიკური სარჩული აქვს ამას ყველაფერს. რა თქმა უნდა, რაღაც სიო ქრის გარედან. სიო კი არა, შეიძლება ქარიშხალის იყოს ეს სულ მალე. დასავლეთის ინტერესი, რუსეთის ინტერესი, სხვათა ინტერესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაგალითად რაღაცაზე ჩამოყალიბდა თითქოს წმინდა სინოდი, ხო? ვიცით რომ მეუფეშიო მიიღო სხვებზე მეტი ხმა მაშინ, როდესაც კანდიდატის დასახელებაზე იყო საქმე, კანდიდატების დასახელებაზე იყო ლაპარაკი და მსჯელობა და თავისი, ასე ვთქვათ, შედეგიც გამოაქვეყნეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნახეთ რა როგორი მოვლენები მოყვა ამას, აი ერთი კონკრეტული მაგალითი. მე ვამბობ, რომ მეუფეშიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. რატომ მეუფე? ანუ ისევ რუსული გავლენები, რომელზეც წეღან ისაუბრეთ? გეტყვით რატომ? ძალიან ხმამაღალი განაცხადია, ხომ ხვდებით ახლა ძალიან ძიმედ მოსასმენი შეიძლება იყოს უამრავი ადამიანისთვის. კი. ძიმედ მოსასმენია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ ჟურნალის ახსენდება რომ არსებობს რუსეთი, არსებობს რუსეთის ინტერესი და ასე შემდეგ და აი რუსეთთან დაკავშირებით მეუფეო. მაგრამ მას არ დაუსვამ შეკითხვა და არც დასვამს შეკითხვას. იმასთან დაკავშირებით რომ დასავლეთს როგორი წარმოდგენები აქვს, დასავლეთს რა უნდა? დასავლეთი ვითომ არ ერევა საეკლესიო ცხოვრებაში სადღაც. დასავლეთმა არ დაანგრია ეკლესია უკრაინაში, დასავლეთის სპეცსამსახურები არ მოქმედებდნენ იქ და დასავლეთის სპეცსამსახურების შეკვეთით არ მოქმედებდა ეგრეთ წოდებული მსოფლიო პატრიარქი. რა თქმა უნდა ასე იყო. ამიტომ მარტო ერთ მხარეს და მარტო ერთ ბოსტანში კენჭების სროლა სიმართლემდე ვერ მიგვიყვანს, ჭეშმარიტებამდე ვერ მიგვიყვანს. ეს არის ტენდენციები, რომელიც ჭარბობს აქ ჩვენს მედია საშუალებებში, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენს თუგნებავ სამთავრობო განწყობილებებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვნახოთ რა იქნება, მაგრამ აი კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი მსჯელობა ისეთი ოდიოზური ფიგურისგან, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც თავი დღემდე პრეზიდენტი გონი. სუფევს ეკლესიაში გაჩრუმებული არავინ აღარ იქნება, დამალული არაფერი არ იქნება. ანუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის და რას დაუჭერს მხარს, ეს ყველაფერი გვეცოდინება და ეს პასუხისგებლობა იქნება საუკუნოვანი.
აი ასე გველაპარაკება თითის კრებით, ხო? საზოგადოებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში წმინდა სინოდს. თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს ყველაფერი გვეცოდინებაო. გვეცოდინებაში ვინ მოიაზრება ხა? სალომეს რა ეცოდინება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იმისთვის და რას იფიქრებს სალომე რა. ამას რამე საერთოდ რამე გაგრძელება შეიძლება მოყვეს, ან ამაზე მსჯელობა ღირს. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სალომე ამბობს გვეცოდინებაო, ის გულისხმობს დასავლეთის სპეცსამსახურებს. დასავლეთის სპეცსამსახურებს ეცოდინებათ კონკრეტულად რომელმა სასულიერო პირმა რა გადაწყვეტილება მიიღო. და ამითი აშინებს ქალბატონი სალომე წმინდა სინოდს და მასთან ერთად მთელ ეკლესიას. აი ასეთი ძიმე სურათი გვაქვს. აქ ოდნავ შევისვენოთ და შემოგთავაზებთ ფსიქიატრის რენტგენს. გინდა ძალიან მარტივად შეგიქმნათ შტაბეჭდილება იმაზე, თუ რა ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ. როგორია ეპოქა, რომელშიც ჩვენ დღეს თქვენთან ერთად გვიწევს ცხოვრება. არც მიფიქრია, რომ ამ სცენაზე შეიძლება ასეთი ამბავი ატეხილიყო. სწორედ იმიტომ აღშფოთდნენ, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. ჩვენ ვერ ვპატიობთ ქალებს, რომ ქალები არიან. ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ წმინდა ხატება. დეკლარირებულად სექსი ვნახეთ ჩვენ. თინათინს აქვს უფლება, აქედან დავიწყოთ, რომ იყოს სექსუალური, მერერა რომ ის მმართველია. როდესაც გვირგვინი ისვენებს, თინათინი საძინებელში რომ შედის, იქ ქალია. იქ სექსუალურია. საერთოდ ჩემი აზრით, ვეფხისტყაოსანი ძალიან სუსტი ნაწარმოებია. იქ სულ არის ოციოდე კარგი სტროფი, დანარჩენი კი არის სისულელე. დავანებოთ წინა მსჯელობას თავი და მარტო ამ ბოლო წინადადებას მივაქციოთ ყურადღება. რაღაცას კითხულობს ეს ქალბატონი, არ ვიცით, თავისი აზრით თქვა თუ სხვისი ნათქვამი არ აქვს მნიშვნელობა ვინ თქვა, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც შესაძლებელია ტელეეკრანიდან მოვისმინოთ ის, რომ ვეფხისტყაოსანში არის 10 თუ 20 კარგი სტროფი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე არის სისულელე. მიხვდით რასთან გვაქვს საქმე? აი ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტელეეკრანიდან 1000-ობით და 10,000-ობით ადამიანმა შეიძლება მოისმინოს ის, რაც მოისმინეთ. რომ ვეფხისტყაოსანში თურმე ამ რამდენიმე სტროფის გარდა ყველაფერი ყოფილა სისულელე. აი ეს არის დახასიათება ჩვენი ეპოქისა. და მე უაღრესად შეძრული და შეწუხებული ვარ იმის გამო, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობ და ამ ეპოქაში მიწევს ცხოვრება. ხო, შემდეგი სიუჟეტი. შემოუფრენენ და ჩვენ ერთი ჭორვილ პუტინიჩი კრიმინალი და მისი ბანდა ვერ მოგიცვლილებია ხალხო და თქვენინები და ღმერთის დახმარებით ამას აუცილებლად ვიზავთ. წარმატებული მინდა გისურვოთ. კარგი რომ ცუთხასიათზე მაინც არ გაღენებთ. აქ მთავარი ის კი არ არის შალვა ნათელაშვილმა რა თქვა. საერთოდ შალვა ნათელაშვილის არც ერთი ნათქვამი არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ თვითონაც ეცინება მის ნათქვამზე. ჟურნალისტს ხომ ეცინება და ეცინება, მაგრამ თვითონაც ეცინება მის ნათქვამზე და ცოტა დამაიმედა ამან. არა საქვეყნო თვალსაზრისით, არამედ შალვას თვალსაზრისით. ფსიქიატრიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაღაცა პატარა გადარჩენის იმედი მაინც არის, რა კი თვითონვე ეცინება ამ თავის სისულელეებზე, რასაც ამბობს ხოლმე. დიახ, კიდევ ერთი სიუჟეტი. ტაქსისტი შემხვდა და მითხრა, რომ მე თავისი სტატისტიკა ქონდა იმას და ძალიან საინტერესოა სტატისტიკა თქვა, რომ ადრეო რო ლაპარაკობდნენ და ესეთ რაღაცა ესეთი ხმით რო ლაპარაკობდნენ, ხო არ მინდოდა მსარგო. ეხლა ჩუმად არიანო და ამით ვატყობო, რომ ოცნების მხარდამჭერები არიანო და ჩემი სტატისტიკითო მე რასაც ხალხს ვატარებო 30% არის ოცნების მხარდამჭერიო. ყოფილა დიდებული მკვლევარი.
ბიჭო, ესენი ვინ არიან? ვინ არიან? ეს ორი ყა ესა და აი ეს ხო ყა და იქეთა უფრო ყაა, ბიჭო, ესენი ვინ არიან? ესენი ვინ არიან, ბიჭო? რა ხალხი ხართ, ვინა ხართ, ჩემო მეგობრებო, საიდან მოხვედით? რა ვინა ხართ, რა პარტია ხართ, რა ხართ ასეთები, კაცო? ესენი ვინც არიან, გვითხრეს აგერ მათმა წარმომადგენელმა გითხრა, ვინც არიან და რაც არიან, მაგრამ ამაზე უარეს წარმოგიდგენთ ახლა. სომხეთი დღეს გადაიქცა 2013 წლის საქართველო კი გადაიქცა 2012 წლის სომხეთ. არ ვიცი. ეს უნდა გადაახვიოთ და კიდევ უნდა გაამეორებინოთ რაღაც ფანტასტიკა თქო. წარმოუდგენელი რაღაცა თქო. კარგით, ბატონო, თამარ კვარაცხელია სიუჟეტი თუ გვაქვს მომაშველეთ, თორემ შეიძლება მართლა გავგიჟდე ამათი გადამკიდე. მოგესალმებით. მე თამარ კვარაცხელია ვარ და თქვენ ახლა ნოვოსტის ახალ გამოშვებას უნდა უყურებდეთ. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მეც გადმომესხა უნგრეთის წყალი და ბრიუსელი მაიძულებს. გავხდე ევროჩმორი, თუ არა და გაკოტრებით, ფიცოს ბედითა და ქურდული გარჩევით მემუქრება. ამიტომ მოგესალმებით უნგრულ ენაზე. ონიოკ, ირეკეტ, ნეზნეკ. ოიტანე? უნგრული წყალია და გვასხაო. დიდი მადლობა. აი შევის. მე, როგორც ახლა უკვე გამოლიბერასტებულ მდედრს, მინდა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. უჭკვიანეს, უპატრიოტეს, უმასკულინურეს, უზრდილობიანეს და უქართველეს მამრს, ნიკუტა ნიკა გვარამიას. არაფერი არ არის საშიში აბაში. რომელიც მე, უნგრეთის წყალ გადასხმულმა ადამიანმა, სუპის ჭამიდან, დედიჩემის ჭამაზე გადასულმა, ევრომონამ, ჩემს მესიად და არასდროს მდუმარე ბერ ნიკოლოზად ვაღიარე. ბატონ ნიკოლოზ, შეიძლება დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა? შეიძლება დავსვა კითხვა? არა, ვასრულებ და განიშნებ, როცა შეგიძლიათ დასვათ. კი ბატონო, ბოდის გიხდით. უკაცრავად. თქვენი საუბრეთ, მე დაგელოდებით. ახლა ბატონო ნიკოლოზ, ახლა მაინც შემიძლია ამოვიღო ხმა და დაგისვათ. ერთი-ორი შეკითხვა, უბრალოდ ჩავაზუსტო რაღაც დეტალი. ვეგდო ისევ ჩემთვის, როგორც ნამდვილ ჩმორს შეეფერება. ის ჩავაზუსტებ რა, იმიტომ რომ არ მიწევს ხშირად არ მაძლევს საშუალებას კითხვის დასმის და ამიტომ ბარემ აქ 1-5 კითხვას და. კი ბატონო, უკაცრავად კიდევ რომ წამოვთ და ერთი-ორი სიტყვა. დაგელოდებით რა ზურზანებთ. თქვენ ხართ აქ მთავარი. ახან ბატონ ნიკოლოზი ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევს. შეუძლია მას ისაუბროს. მე კი მანამ რამდენიმე ახალ ამბავს გაგაცნობთ. კაც, რომელიც სხვათაშორის ვიქტორ ორბანს უჭერდა მხარს, კიდევ ერთხელ ეცროლეს. როგორც მიხვდით, საუბარია დონალდ ტრამპზე. მე ვიფიქრე, ჩემი ნიკუტა ისე უჭერდა მხარს ორბანის მოწინააღმდეგეს. თავის დროზე იმდენად ძულდა ტრამპი, ეს მან ხომ არ გააკეთა თქო. არსებობს ყალბი ამერიკას. ეს დონალდ ტრამპია. სოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. თუმცა შემდეგ, როდესაც თავდამსხმელის დახასიათება მოვისმინე, მივხვდი რომ ჩემი კუტუნია ბიჭი არაფერ შუაშია და სულ ტყუილა მივიტანე მასზე ეჭვი. თავდამსხმელი, დინჯი, სერიოზული, გაწონასწორებული და ჭკვიანი კაციაო. ასე დაახასიათეს ყოველ შემთხვევაში. თან ჩვენს ნიკუტას ახლა მაგდენის ერთი ადგილიც არ აქვს. შესაბამისად მივხვდი რომ მე გამოძიების ნიკი სულაც არ მქონია. მოკლედ, არ ყოფილა შავთამარას ძლიერი მხარე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება, ამიტომ ისევ შავნოდარას დაელოდეთ. ვინ შევარდა, რატომ შევარდა, სად შევარდა, რისთვის შევარდა, ვის ესროლა, რატომ ააცილა და სად ჰქონდა თვალები. შავნოდარა ჩემზე უკეთ მოგიყვებათ. მოკლედ, თქვენ უყურებდით საუკუნის უთავმოყვარეო ქალის, ჟურნალისტის განათლებითა და გონიერებით. მარსზე, ანუ დედამიწიდან უსაზღვროდ შორს ყოფი ადამიანის საქვეყნოდ მიფარჩაკებას. მარსზე წასვლის ყველაზე დიდი რისკი რა არის გარდა იმისა, რომ დედამიწისგან ხარ უსაზღვროდ შორს? იმედია, ეს დაბადებით გამოპრუტუნებულები უნგრული წყლის წვეთებს, როცა შეიშრობენ, მიხვდებიან, რომ რა უკიდეგანოდ საცოდავებიც იყვნენ. ორბანის დროს ისეთი საცოდავები არიან მადიარის დროსაც. რა უკიდეგანოდ საცოდავებიც იყვნენ. ტრამპამდე ისეთი საცოდავები არიან დღესაც. და რა უკიდეგანოდ საცოდავებიც იყვნენ მაგალითად პუტინამდე,
ისეთივე უკიდეგანოდ საცოდავები იქნებიან პუტინის შემდეგაც. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ესენი კი არა, სიცოცხლის ბოლომდე არჩეული რომის 4 პაპი მოინელა, არ მგონია ახლა ამათ დიდი შანსი უჭყავდეთ პუტინის შემდეგ ეპოქას მოესწრონ. და ბოლოს. მანამ სანამ დავასრულებ გადაცემას, მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როგორც რადიო თავისუფალი ჭაობის ბინადრების სტატიიდან შევიტყვე, აბასთუმნისსა ჩაგიკეტიათ, თანაც ხმელეთიდან ღმერთამდე. ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე და კიდევ უფრო ფართოდ ჩაკეტა ცა მიისა კუთხა თან უსასრულობამდე, ანუ ხმელეთიდან ღმერთამდე. ხოდა, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. შეგიძლიათ თბილისის ცაც რომ ჩაკეტოთ. ოღონდ ისე, აი ამ ჩაკეტილს ზემოთ რომ დარჩნენ ღრუბლები. ზექვემოთ მოაქციოთ. ანუ ნახეთ, ჩაკეტეთ, ღრუბლები არის ზემოთ და მზე მოიქცა ჩაკეტილში, ანუ მზე გაგვათბობს. ძალიან გაიწელა ზამთარი და გთხოვთ რა, ჩვენც გვინდა ლამაზი კაბებისა და სარაფნების ჩაცმა. თუ კი ხმელეთიდან ღმერთამდე ცის ჩაკეტვა შეგიძლიათ. მოგვაქციეთ ყურადღება. რადიო თავისუფლებას ახალი მასალა მიეცა. ახლა კი მივმართავ უფალს. ღმერთო, გთხოვ, ჯერ ამ საწოდავებს გადმოხედე და შემდეგ ჩვენთანაც მოიყვანე გაზაფხული. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობა თამარ, შენ ვიცი რომ ერთ დღეს სარკაზმის დედოფლად გაკურთხებენ. არ გამომბაპარო ეგ ამბავი. აქ დავამთავროთ ფსიქიატრიის რენტგენი და გადავიდეთ საერთაშორისო ვითარებაზე. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. რაღაც ძალიან გაიწელა რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება და ომი. უაღრესად გაიწელა. ამიტომ ის რაღაც სხვა ფაზაში ხომ არ გადადის, რაღაცა ხომ არ იცვლება. ამ შეკითხვას დღეს ყველა სვამს, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია მოდის, ურთიერთგამომრიცხავი მართალია, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ერთი მეორის, მაგრამ იმდენად ჭრელი, იმდენად დამაფიქრებელი, რომ არ ვიცი, მართლა რა მოხდება და როგორ მოხდება. რა მდგომარეობაა ახლა. რას შეიძლება შევადაროთ ეს მდგომარეობა? ეს დაახლოებით აი მასწავლებელს რომ დაუსვას მოსწავლემ შეკითხვა, ან სტუდენტმა შეკითხვა რომ დაუსვას პროფესორს. რა მდგომარეობაა, რას შეიძლება შევადაროთ ის სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი. გვიპასუხებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი Медведеви. Такой вопрос. С каким событием или периодом в мировой истории вы могли бы сравнить то, что происходит сейчас? Очень часто локальный конфликт предшествует, к сожалению, глобальному конфликту. И если вот исходить из таких предпосылок, то, наверное, нынешнее время я бы сравнил с временем перед Первой мировой войной и отчасти перед 30-ми годами, которые предшествовали Второй мировой войне. Ведь что происходило в преддверии Первой мировой войны? По сути, человечество до того не вело полноценных глобальных войн. Да, были такие крупные кампании, в том числе, там, допустим, кампания Наполеона, которая закончилась, как известно, разгромом наполеоновской армии. Но это было в другую эпоху. А во время Первой мировой войны человечество уже создало танки, самолеты, современную артиллерию по тем временам, отравляющие газы. И поэтому то, что произошло, несмотря на, казалось бы, обсуждения в различных салонах и такие разговоры за столом, опровергло все представления о войне. Все конвенции, которые к тому времени были подготовлены о войне. Война превратилась в мясорубку. И сама Европа себя наказала.
Ну, про Вторую мировую войну я даже говорить не буду. Там, тем не менее, что происходило в 30-е годы в Европе, мы тоже знаем. Шла активная милитаризация. Прежде всего Германии, германского фашизма, но, значит, естественно, к войне готовились и в других местах. Милитаризация экономики, выпуск огромного количества техники. Сейчас происходит то же самое. ძიმე შეფასება ვითარებისა, სიტუაციისა, დროისა, ეპოქისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ახლა. უმძიმესი შეფასება. მართლაც აქეთკენ მიემართება ყველაფერი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ღმერთმა ქნას რომ მოხდეს ისე ეს აიცილოს კაცობრიობამ სრული კატასტროფა, მაგრამ გამოვა თუ არა არ ვიცი, იმიტომ რომ იძაბება ყველაფერი. სოფლიო ომი დაწყებულია. ამაზე აღარ არის უკვე ლაპარაკი. სოფლიო ომი დაწყებულია, მაგრამ აი გადავა თუ არა ცხელ ფაზაში, გადავა თუ არა იმ ფაზაში, როდესაც მართლაც მთელი სიმძლავრით ამუშავდება ომის მანქანა, სოფლიო ომის მანქანა. ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე დაიწყება თუ არა. დაწყებულია უკვე. ისე მართლაც იძაბება ყველაფერი. ბატონი Лавровый. Администрация Трампа комментировала вопрос, отвечая на вопросы журналистов, комментировала эту ситуацию так, что такого рода вещи, тем более если их пытаются назвать миротворческими силами, должны обсуждаться и быть предметом согласия сторон, чего ни Макрон, ни Стармер, ни прочие сторонники ввода войск на Украину даже не упоминают. Мы будем рассматривать присутствие этих войск на украинской территории точно так же, как мы рассматривали потенциальное присутствие НАТО на Украине, потому что какими бы флагами не прикрывалась эта операция, евросоюзовским, национальными флагами стран-поставщиков контингентов, какие бы там шевроны не наклеивались бы на рукава униформы, все равно это будут натовские войска, войска стран НАТО. Хотя там уже ирландцы, по-моему, даже почему-то высказали готовность направить свой контингент. Вот не имется им вне Североатлантического альянса. Канада, конечно, куда же без нее. Австралия. Вот. Так что компания собирается интересная. Мы категорически не будем наблюдать за подобного рода действиями. Это будет означать, еще раз хочу сказать, уже не якобы гибридное, а уже прямое вовлечение, официальное вовлечение, нескрываемое вовлечение стран НАТО в войну против Российской Федерации. რაღაცნაირად დინამიკა მინდა წარმოვადგინო რა, რანაირად და როგორ იზილება ეს ყველაფერი, როგორ ნაბიჯ, როგორ უახლოვდებით ძალიან ცუდ მდგომარეობას და ვითარებას, მაგრამ რა შეიძლება მან მოიტანოს ვთქვათ პატარა სახელმწიფოებისთვის. ისეთი ცნობილი პოლიტიკური და საერთაშორისო მიმოხილველი, როგორც არის ბატონი კედმი. Тем они больше нагнетают атмосферу. Вот что стоит, опять-таки, заявление этой женщины, которая стоит во главе Финляндии, женщина, что Финляндия готова предоставить свою территорию для размещения ядерного оружия. Она даже не понимает своими куриными мозгами, что размещение ядерного оружия на территории Финляндии подписывает Финляндии смертный приговор, который будет применен, как только начнутся военные действия. Финляндии после этого не будет. Это небольшая страна. И любая страна Европы, которая, Восточной Европы, разместит у себя ядерное оружие, а в Европе есть ядерное оружие только во Франции и Великобритании, подписывает себе смертный приговор. მოგითხარით რომ აი ამ დინამიკას გიჩვენებთ, როგორ იზილება ეს ყველა, როგორ მოდის ნაბიჯ, როგორ ხდება
სიტუაციის გამძაფრება და გამწვავება, მაგრამ აი სმერტნი პრიგავორო რომ ლაპარაკობს ბატონი კედმი, ეს ჯერ არ დამდგარა და ამან შესაძლებელია წაახალისოს და გაათამამოს ზოგიერთი პატარა ქვეყანა, აი ფინეთზე იყო ახლა საუბარი ხომ. შეიძლება წაახალისოს ამან. ეს მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ რაღაცა საკუთარ სულში ჩავიხედოთ. საკუთარი მდგომარეობა ავწონდავწონოთ. საკუთარი ვითარება შევაფასოთ და როდესაც შურის ძიების დღე დადგება, როდესაც უკან დასახევი აღარ ექნება რუსეთს და როდესაც შესაძლებელია მართლაც თვისებრივად განსხვავებული ნაბიჯები გადაიდგას, აი მაშინ არ აღმოჩნდეთ იქ, რომლის შესახებაც ბატონი კედმი ლაპარაკობდა. და ლაპარაკობდა სწორად, მაგრამ ვიღაც არასწორ დასკვნას აკეთებს. აი ხომ ითქვა ეს, ხომ თქვა ეს კედმი მოდესღაც, მაგრამ ხომ არ მოხდა ეს ასე. ხომ არაფერი დაემუქრა თქვა იგივე ფინეთს ან სხვა აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებს, რომელთა შესახებაც იყო საუბარი. აი ეს დასკვნა არასწორი. ეს ჯერ არ დადგა, მაგრამ შეიძლება ხვალ დადგეს. შეიძლება ზეგ დადგეს და იქ არ უნდა აღმოჩნდეთ, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ. ამიტომ ვაქცევ ყურადღებას ამას. კიდევ ერთი გამონათქვამი კედმის. Все их расходы покроют замороженные им российские капиталы. А я им хочу напомнить. А может быть такой вариант, что вы все будете выплачивать России эти деньги с процентов. Все. Как Германия после Первой мировой войны. Как Германия после Второй мировой войны. Я хочу предупредить, что может быть вариант, что за каждый доллар, который они заморозили у России, они будут платить с большими процентами. Они это не учитывают? Или они хапанули деньги и думают, вот сейчас, а кто у нас их заберет? Такой вариант тоже есть. ჯერ კიდევ როდის აფრთხილებდა კედმი. თელ მსოფლიოს აფრთხილებდა, დასავლეთს აფრთხილებდა, ევროპის ქვეყნებს აფრთხილებდა. მაგრამ არავინ არაფერი შეისმინა და პირიქით. არათუ არ შეისმინა, იმიტომ რომ ის რასაც ეუბნებოდა, თქვათ, კედმი და რა თქმა უნდა არა მარტო კედმი. ეს არ დადგა. ჯერჯერობით არ დადგა. ამითი უფრო გათავხედნენ. ამითი არასწორი დასკვნა გააკეთეს, რომ თურმე ყველაფერი შეიძლება. რუსეთს როგორც გინდა ისე მოექცევი. წითელ მოედანზე საცხრამაისო აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემ. თუკი რაღაცა შესაძლებლობა გაგაჩნია ამისი. და აქედან გამომდინარე, რუსეთი სუსტია. რუსეთი ინგრევა, რუსეთი მალე დაიშლება. ყიჟინა გაისმის უკვე და კეთდება ასეთი დასკვნები და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც უთხარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ხომ არ ჩქარობთ ბატონებო. მე მგონი ნაადრევია ამ დასკვნების გაკეთება. თუმცა გარკვეული საფუძველი იმისა, რომ ასეთი დასკვნები აკეთოს, მართლაც გააქვთ, იმიტომ რომ ინტონაციები თვითონ რუსეთიდან მოდის და ამისო. თვითონ რუსეთში ძალიან ხმამაღალი გოდება ისმის უკვე, აი მაგალითად ასეთი. ეს არის ცნობილი კინორეჟისორი ბატონი შაჰნაზაროვი. Но в нынешней ситуации, если они насытят Украину там 2-3 миллиона беспилотников, да больше будет, 5 миллионов, и что? И что будет с нами? Ну давайте прямо скажем, что при такой огромной границе, при таких масштабах территорий, мы даже в этом смысле не Израиль, который может там себя это
Ну, это вообще грозит нам серьезнейшими, так сказать, серьезнейшей ситуацией. Удары. Сейчас-то они идут. Посмотрите, каждый день идут удары. Каждый день кто-то гибнет. Там гибнет, тут взрывается. Ну, сообщают, что вроде беспилотник. Ну, как-то все это взрывается, все это все начинает разрушать вот эту картину некой вот это, вот все будет хорошо. Нет, это уже не вполне. Мы должны к этому относиться, мне кажется, серьезно. Понимаете, это сегодня опять мы читаем, что там теракты. А почему мы не отвечаем на теракты? Ну, если мы признаем, что режим террористический, почему мы не делаем из этого вывода? Вообще террористические режимы во всем, ну, как известно, вот Израиль, США считают террористическими режимы там в Иране, в этом, ну как они действуют? Мы знаем, как они действуют. И, понимаете, а почему мы так не действуем? Ну, у людей, может быть, это правильно, я не знаю. Но я имею в виду, людям-то надо объяснять, потому что люди начинают говорить, а почему мы этого не делаем? Почему у нас теракт, второй теракт, третий теракт? Мы говорим, что это теракты, а почему мы тогда не отвечаем? Почему мы не действуем так же? Почему мы не отвечаем, так сказать, все время подчеркиваем, что мы вроде как джентльменских, так сказать, каких-то этих правилах ведем войну. А как войну можно джентльменски? Я против войны. Как Цезарь говорил, делаешь – делай. Как Ленин говорил, если уж воевать, так воевать. Ну, другого нет выхода. Կոդեբա დავარქვი მე ამას და ალბათ სწორად დავარქვი, იმიტომ რომ ძიმე სურათი იხატება. და მადლობა ღმერთს, რომ რუსეთში ამის გაცნობიერება დაწყებულია უკვე. თუმცა დასკვნების გაკეთება ნაადრევი არის მომაკვდინებელი. იმიტომ რომ რუსეთს სხვა პოტენციალი გააჩნია. რუსეთი უკრაინაში კი არ ომობს მთელი ძალით და მთელი შესაძლებლობებით. იქ მაინც სხვა სიტუაცია გვაქვს. იქ მაინც სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება. ღმერთმა არქნას, რომ აი იმ ფაზაში გადაიზარდოს მსოფლიო ომი, რომელიც უკვე მიმდინარეობს, რასაც ქვია მთელი შესაძლებლობებით ომის წარმოება. ღმერთმა არქნას, მაგრამ თუ ეს მოხდება, თქვენ რა გონიათ, ახლა დრონებით დაანგრევენ რუსეთს და მოსკოვს აიღებენ დრონებით. ის დრონები, საიდანაც მოფრინავენ, ის ქარხნები კი არა. ის სახელმწიფოები აღარ იქნებიან თვალის დახამხავებაში. პუტინი თუ ჩამოწერილია უკვე, როგორც ზოგიერთი წინასწარმეტყველებს, ეს რა რუსეთის ჩამოწერაზე მეტყველებს? პუტინის შემდეგ, ვინც მოვა, ის პუტინზე გაცილებით მრისხანე კაცი იქნება. არ ვიცი, რა შესაძლებლობების იქნება, რა პოტენციალის იქნება, მაგრამ მრისხანე იქნება. იმიტომ რომ ამ ეპოქაში, ამ ვითარებაში, ამ სიტუაციაში სხვანაირი პიროვნება ვერ მოვა. ამიტომ უხარია ვიღაცას, რომ აი პუტინი წავა და გვეშველება. პუტინი რომ წავა, შესაძლებელია მაშინ აღარ დარჩეს ქვაზე მთელ მსოფლიოში. ესეც არ არის გამორიცხული. ამიტომ ძალიან ბევრი რამ დასაფიქრებელია ჩვენთანაც, რუსეთშიც, ევროპაშიც, ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც. იგივე შაჰნაზაროვი აი რას ლაპარაკობს დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. Конечно, удар по России. Серьезнейший удар, надо сказать. Мы не должны это недооценивать, потому что если им удается, вообще феномен всей этой операции в том, что вообще, если исходить из того, что мы слышим, они просто хотят уничтожить Иран вообще. Просто уничтожить его. Как государство. Просто. Вот, чтобы не было Ирана. Вот цель-то. Вот потому что мы видим. Ну, тогда, извините, это сильнейший удар по интересам России на Южном Кавказе.
Они заберут Южный Кавказ однозначно, учитывая ту ситуацию, которую мы сегодня наблюдаем и в Армении, и в этом. Это мы лишаемся базы в Армении, они будут там. Это даже нету сомнений. Это, конечно, и, кстати, в американской-то прессе об этом говорят открыто. Понятно, что Трамп этого не говорит, Левит этого не говорит, они продолжают облизывать нас, как бы, ну да, Россия, да, мы очень уважаем, да, русский народ, президент, там, прочее. Но по сути-то дела, суть об этом идет. Третий важнейший момент – это сильнейший удар по БРИКС. Как бы мы не говорили, что БРИКС вроде бы такая организация, ну да, она не такая, не сякая, но слушайте, БРИКС претендовала на некую лидирующую роль в мире. БРИКС претендовала на это, и за БРИКС шли страны. Ну, мир так устроен, если ты не можешь защитить, значит, от тебя отворачиваются. Тогда какой многополярный мир-то? Где он? Вот сейчас происходит, вот вся масса вот это вот, так сказать, мелких и более мелких, не мелких стран. Вот что они думают? А где он, многополярный мир? Они выигрывают. У него есть только один полюс. Для того, чтобы был многополярный мир, второй полюс должен каким-то образом поддерживать, как это делал СССР. СССР, заметьте, когда с Кубой была проблема, не поленился отправить туда корабли с ракетами. СССР везде выступал в качестве поддержки тех стран, против которых были направлены, как говорится, удары Запада. И поэтому у СССР была репутация, поэтому СССР считались, поэтому СССР был полюсом. Сейчас, ну, я там не берусь там судить, по каким причинам можно чего-то сказать. Мы не оказываем, ни мы, ни Китай помощи. Ну так и что должны думать все остальные страны, все эти многочисленные Мозамбики, латиноамериканские страны? Что? Какой БРИКС? Нету БРИКС, нету многополярного мира. Это сильнейший удар по так сказать, этой идее. აბსოლუტურად სწორი მსჯელობა, გამართული მსჯელობა თავიდან ბოლომდე. მეც მაქვს ნათქვამი, დაწერილი მაქვს, ტელევიზიით მithქვამს, რომ აი ეს შოსი, ბრიქსი, სხვა გაერთიანებები არაფერს არ ნიშნავს, თუ სამხედრო შემადგენელი არ გააჩნია. თუ სამხედრო ძალა არ გაქვს, არავით არის ეს ეკონომიკური კავშირები, კულტურული კავშირები. აბსოლუტურად არაფერს მაქნისია. დღეს მსოფლიო წესრიგი არ არსებობს, დღეს საერთაშორისო სამართალი მთლიანად მოხსნილია, დღეს არსებობს ერთადერთი რამ. მას ქვია ძალა და ძალმომრეობა. ამიტომ მთელი ის მცდელობები, რაც ჩაატარეს ჩინეთმა, რუსეთმა, სხვა დიდმა სახელმწიფოებმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, აი ამ ბრიქსის და შოსის და სხვა გაერთიანებების შესაქმნელად პრაქტიკულად წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ გააჩნია სამხედრო შემადგენელი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. და ეს შეცდომა დაფუძნებულია და დაშენებულია ადრე ჩადენის შეცდომებზე. რა შეცდომები იყო და რას გულისხმობ მე, როდესაც ვამბობ ადრე ჩადენილი შეცდომები მეთქი. ამასთან დაკავშირებით ისევ ბატონი Медведев. После распада Советского Союза практически все мы, абсолютно подчеркиваю все, начиная от руководителей государства, ну, я тогда не занимался государственной службой, и заканчивая обычными гражданами, смотрели на наши отношения с соседями, с западным миром сквозь такие розовые очки. Казалось, что это благополучное общество, мы должны обязательно копировать их опыт. Но самое главное, что нас там ждут с распростертыми объятиями. Что мы близкие культуры, живем, допустим, там, с европейцами на одном материке, и все у нас получится, как принято говорить. Вот развитие событий опровергло и какие-то, наверное, мои иллюзии, как и иллюзии огромного количества людей в нашей стране. Знаете, прав оказался
Александр III с его известными словами насчет того, что в России есть всего 2 союзника, и вы отлично помните, кто эти союзники. Армия. Армия и флот, კი ბატონო. ეს თქვა ალექსანდრე მესამემ და კარგია თქვენს მეფეებს რომ იხსენებთ, მაგრამ თქვენ უფრო დიდი კაცი გწყავდათ და სამწუხაროდ იმ კაცს ან არ იხსენებთ, ან ცუდად იხსენებთ. მისი სახელი და გვარი გახლავთ იოსებ სტალინი. სტალინს არაფერი უთქვამს, იქნებ უფრო მნიშვნელოვანი რამ თქვა, ვიდრე ალექსანდრე მესამემ თავის დროზე. ან კი არ თქვა მარტო, არამედ უფრო მნიშვნელოვანი რამ გააკეთა დასავლეთთან დამოკიდებულებაში. უფრო მნიშვნელოვანი რამ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ. აი ვთქვათ ეს. აი ეს გააკეთა სტალინმა. დასავლური ფაშიზმი ძრწოდა საკუთარ ბუნაგში. დასავლური ფაშისტური დროშები დაყარეს კრემლის კედელთან, სტალინის ფერხთით. ჩვენ ველოდებით, როდის დაყრიან დასავლეთის ალბათ არა, მაგრამ უკრაინულ დროშებს პუტინის ფერხთით. ველოდებით, მაგრამ ვერ ვეღირსეთ ამას. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. არ ვიცი, იქნება თუ არა. და როდესაც ბატონი მედვედევი ველაპარაკებოდა იმ შეცდომაზე, რასაც დასავლეთთან დამოკიდებულებაში დაშვებული შეცდომა ქვია. დასავლეთის ფერადი სათვალეებით დანახვა ქვია. დასავლეთთან რაღაც აბსოლუტურად გაუმართლებელი ნდობა ქვია. როდესაც ამაზე ველაპარაკებოდა, პარალელურად მეც და ალბათ თქვენს ის გვახსენდებოდა, რომ არასწორი ნაბიჯებია გადადგმული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. თუნდაც იგივე სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით. არასწორია ის, რომ ვოლგოგრადს მხოლოდ ერთი დღით ენიჭება საკუთარი სახელი, სტალინგრადი. სტალინგრადი ეს ისეთი ფენომენია, რომ ამ სახელის წაშლაზე, ამ სახელის გაქრობაზე მეტი დანაშაული ჰიტლერსაც კი არ ჩაუდენია, რაც მაშინდელმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ იკადრა. და მეცაც ვიტყვი, უფრო მეტი დანაშაული ალბათ არც ჩადენილა, რომ ამის გამოსწორებას არ ცდილობ. დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელი რომ ხარ და სტალინგრადს მხოლოდ ერთი დღით უბრუნებ სახელს, ეს შეცდომა არ არის. ამას სხვა სახელი ქვია. ამიტომ ეს თუ არ გამოსწორდა, მართლა მოფრინდებიან. დრონები კი არა, დრონებზე გაცილებით ძლიერი და მრისხანე აპარატები. და მერე უკვე გადაიზრდება საქმე ძალიან ცუდ რამეში. აპოკალიფსში, ბირთვულ კატასტროფაში. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა გასწორდეს, ყველაფერი უნდა გასუფთავდეს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. არა მიპარვით, არა რაღაცა ჩუმად, ერთი ნაბიჯის წინ გადადგმით და როგორც ლენინი ამბობდა, ორი ნაბიჯის უკან გადმოდმით. არამედ ერთიანად თავიდან ბოლომდე უნდა გასწორდეს ყველაფერი და უნდა დაიგმოს მეოცე ყრილობის ის ავად სახსენებელი,
ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომელიც იყო სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით მიღებული. აი ეს უნდა მოხდეს. ამის გარეშე ძნელი წარმოსადგენია რუსეთის გამარჯვება. ამიტომ თუ დღეს შეტორტომანება ხდება რუსეთში, თუ საზოგადოებრივი აზრი დუხს, ეს მე კარგი ნიშანი მგონია, იმიტომ რომ ალბათ გააღვიძებს საღ აზრს. და ალბათ ერთხელ და სამუდამოდ გამოკვეთავს იმ გზას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ახლა კი ვინაიდან ხვალ 9 მაისია, ვინაიდან ამ დღეზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, აქ შევასრულებ იმ რიტუალს, რომელსაც სანთრის დამთება და პირჯვრის გადაწერა ქვია, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს უნდა გავიხსენოთ ალბათ. არა მარტო 700,000 ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მკერდით იცავდა საბჭოთა კავშირს და სოციალისტურ სისტემას. არა მარტო ის 300,000-მდე ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა ამ ომში, ქართველებს გულისხმობ, არამედ ათეულობით მილიონები, რომლებიც შეეწირნენ დასავლური ფაშიზმისგან კაცობრიობის ხსნას. დასავლური ფაშიზმისგან კაცობრიობის ხსნას. სამწუხაროდ, დასავლურმა ფაშიზმმა ისევ იყლორდა. კაცობრიობა დღესაც გასათავისუფლებელია დასავლური ფაშიზმის. ეს არის ის დიდი ამოცანა, ის დიდი მისია, რომელიც პირველ რიგში რუსეთს აკისრია. იმიტომ რომ რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ჩინეთთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ ამ უდიდეს ბოროტებას. მაგრამ თუ შეცდომები იქნა დაშვებული და თუ ადრე დაშვებული შეცდომების გასწორების გზით არიარეს ამ სახელმწიფოებმა, მაშინ ის ფაშიზმი უფრო მძიმე ფაზაში შევა, უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს და უფრო მძიმე სახეს მიიღებს. აი, თითქმის ყველაფერი ის, რის შესახებაც დღეს მინდოდა მესაუბრა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობის გზით სიარული არის ჩვენი გზა. რა თქმა უნდა, ეს არის ის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ამ გზაზე უნდა ვიაროთ. ჯიუტად. აი ამ ანგელოზის მოთმინებით, მონდომებით და რუდუნებით, როგორც მიემართება ის ეკლესიისკენ, რათა მიეახლოს ღმერთს, ჭეშმარიტებას, სიყვარულს, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ანთებულ სანთლებს. ასე უნდა ვიაროთ. ამ გზით უნდა ვიაროთ. მაგრამ მარტო ჩვენ არ გვეხება ეს. ამ გზას უნდა დაადგეს საბოლოოდ რუსეთიც. ჩემს დათქვამს ამ შემთხვევაში დიდი ძალა და გაქანება არ გააჩნია, მაგრამ ერთი სუსტი ხმა ხომ არის, რომელიც მინდა შეუერთო მილიონობით ადამიანის სულის თქმას და გულის თქმას იმავე რუსეთში. ქრისტეს სახელით, მართლმადიდებლობის სახელით, გამარჯვების სახელით. ხვალ 9 მაისია გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, 91 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, ათეულობით მილიონები შეეწირნენ ამ უდიდეს საქმეს, წმინდა ომს, მაგრამ როგორც ჩანს, ბოროტება ისევ დასამარცხებელია, თავიდან დასამარცხებელია. გისურვებთ, რომ მალე დამდგარ იყოს ეს დღე. კიდევ ერთხელ ვიწყებ პირჯვარს და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ პარასხევს ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.